როგორ შეიძლება დღეს უყურებდი ამ პროცესს ჩვენ ჯარს როგორ ამცირებენ ჩვენ ჯარს საცეცხლე წერტილი სად იყო და კასეტური ბომბიო ბიჭო პუტინზე როგორ უნდა თქვა მე რო მქონდა შეიძლება კრემში კასეტურს კი არა ვარეს ვისული კაცო და რანაირი ქართულია და ხედა სერიოზული სახეები და აბა იქიდან თქვენ ხო არ ესროლეთ პირველმა რა დეგენერატი უნდა იყო ეს რო უნდა თქვა ყველას დედავატირე ვინც ფიქრობს რომ საქართველოს მომი დაიწყო აი ყველას და რბილად ვამბობ ყველას დედავატირე თქვენი უჯიგრო დედავატირე ყველასი ვინც საქართველოს დაადანაშაულებს ომში და ვისაც ეს პროცესი მიაჩნია რომ ნორმალურია მინიმალურადაც კი იმიტომ რომ გაიხედეთ ქვეყნის გარეთ ამას უყურებს რუსი და მარტო რუსს უხარია თუ ნახავთ კიდე თქვენ მოკავშირეს რუსის გარდა ვის უხარია ბოდიში თქო ვიტყვი არ არსებობს ეგეთი სხვა რომელი სიმაღლიდან უტევდით საიდან ესროლეთ იმას ოკუპანტს თქვენ ხომ არ წაგიცდათ ხელი რუსებზე ლაპარაკობენ რუსებზე პუტინზე ჩვენი დები ძმები და ანწუხე ლიძე და წამებით რო კლავდნენ ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს, ამ რუსებს ეკითხება. თქვენ ხომ არ ესროლეთ პირველადაც ვესრული და მეხუთედაც ვესრული და თუ დავასწრებ რა თქმა უნდა ბევრსაც გავაკეთე პირობითად რუსეთის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ქართველს აი ესე სოფლიოს დასანახად უწყობდეს სასამართლოს, ესა თქვენ კასეტური ხო არ ესროლეთ ეს კანონს საწინააღმდეგო ხო არ იყო? ესე იგი კანონი დაიცვა რუსეთმა როცა შემოგვივარდა ჩვენ იმაში რა ქვია დაბორიალობდნენ საქართველოში დღესაც 20% ოკუპირებულია და ამ ფონზე ის რა ქვია სოზარ სუბარი მართლა ეს და ის რა ქვია კორუფციაში და მაქვს კიდე კონკრეტული ინფორმაციები ამ ადამიანის სიფხიზლესთან დაკავშირებით მოიცა კაცო ეს კაცი ეს უნდა ვთქვა რა ბოდიში და ეს ლოთი კაცი ზის და გენერლებს რაღაცა კითხვებს უსვამს არ წხვენია